ქართველებთან და ჩვენ საქართველოს მოქალაქეებთან ვინმესთან კავშირში მას შეიძლება ყავდეს თანამზრახველიც, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ერთი ან რამოდენიმე პირი იყოს. უცხოეთის ახალ ამბებს წარმოგიდგენთ. საუდის არაბეთმა იემენში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. რიად იასინის თქმით, იემენის ტერიტორიაზე უკვე შეყვანილია საუდის არაბეთის და არაბეთის გაერთიანებული საემიროების ჯარები. სამხედრო ოპერაცია არაბულმა კოალიციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ხუსიტმა ამბოხებულებმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს. თუმცა დღემდე კოალიცია ხუსიტთა პოზიციებზე მხოლოდ საჰაერო იერიშებს ახორციელებდა. რა მოხდა კიდევ საქართველოს ფარგლებს გარეთ, დეტალები ჩვენი კოლაჟიდან შეიტყვეთ. პარიზში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაღუპულთაგან 2 მცირეწლოვანია, აალების მიზეზი დაუდგენელია. ბრიტანეთში მოხვედის მსურველი მიგრანტების გამო ევროგვირაბი ჩაიგდა. ანალოგიური მიზეზით ბუდაპეშტში სარკინიგზო მიმოსვლა დროებით შეწყვიტეს. ავსტრიაში კი პოლიციამ 16 არასრულწლოვანი მიგრანტი უგრეთიდან სატვირთოთი გადასვლის მცდელობისას დააკავა. იემენში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის 2 თანამშრომელი მოკლეს. ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეიარაღებული პირების სანააში დაბრუნებისას დაესხნენ თავს. ბაღდადში სამხედრო ფორმაში გადაცმულმა შეიარაღებულებმა 16 თურქი მუშა გაიტაცეს. გამტაცებელთა ვინაობა და მოტივი უცნობია. სირიაში გადასვლის მცდელობისას თურქეთში ბრიტანელი ქალბატონი 4 შვილთან ერთად დააკავეს. ეჭვობენ, რომ ის დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოში გაწევლიანებას ცდილობდა. დღეს ვენეციის 78 კინოფესტივალი იხსნება. 21 ფილმიდან ფავორიტად ტომ ჰუპერის ნამუშევარი გოგონა დანიიდან მიიჩნევა. ჟიურის თავმჯდომარე ფილმ გრავიტაციის რეჟისორი ალფრედო კუარონია. ფესტივალი 12 სექტემბრამდე გაგრძელდება. ჩვენ ახლა რეკლამაზე გავალთ და პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დავბრუნდებით, ასე რომ არ გადაერთოთ. ოჯახი, ქორწინება და ციხე. ვარნაში მოხდეს ჟიურის მთავარი პრიზი, რუმინეთში ქალის საუკეთესო როლისთვის. თინათინ ყაჯრიშვილის სოციალურ-პოლიტიკური დრამა პატარძლები. შემოდგომის სეზონის გასართობ გადაცემებს წარმოგიდგენ ჯეოსელი. შეიძინეთ Huawei smartphone და მიიღეთ საჩუქრად მობილური დამტენიან Bluetooth დინამიკი. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია რიკო კრედიტი. გახსენით ოქროს თამასუქი ლარში და მიიღეთ რეალური 15%-იანი სარგებელი. რიკო კრედიტი. კარგია, მომეცილეთ. აგექცევე. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. მხოლოდ ამზაფხულს დირსიში ყველა სამოთახიანი ბინის მფლობელი დასაჩუქრდება ავტომობილით. შეიძინე ბინა მარტივი იპოთეკური სესხით. დირსი, მოლოდინზე მეტი. დაგვირეკეთ 274 04 04. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა ყოველთვის შეიცავს საფრთხეს და არ იცი თუ რა გელოდება წინ. შედეგი შეიძლება სამწუხარო იყოს. არ დაარღვიო საგზაო წესები. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. როცა თავს გრძნობას ესუფთა და ლამაზად ვალდებული ხარ მოახდინო შთაბეჭდილება. სადე ახალი და გაუმჯობესებული დისკრეტი, ახლა უკვე უფრო სუნთქვადი, 12 საათამდე სისუფთავისთვის. შეიგრძენით სისუფთავე, რომელიც ჩანს, დისკრეტი. გაიხადე, საყვარელო. არა, მე რომ შემომაცალე პეპერონი. მიყვარს პეპერონი, მაგრამ ის არის აქ. რა, ძალიან მსუქანი ვარ? შენ პიცა ხარ. და მორჩა. მამა მია, არა. გათავისუფლდი საკვების ნარჩენებისგან. Finito. სუფთა და ჯამრთელი კბილებისთვის. ჭამე დალიე და ღეჭე ორბიტი. არიელის ფხვნილი სითხედ გადაიქცა. ის აშორებს ლაქებს როგორც ფხვნილი და უფრთხილდება ტანსაცმელს როგორც სითხე. ახალი არიელი თხევადი ფხვნილი. ფხვნილი და სითხე ერთში. ბოში გთავაზობთ სეზონის ბოლო ამოყიდვის აქციას. მხოლოდ 1 კვირით, მხოლოდ ელიტ ელექტრონიქსში. შეიძინეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა დიდი ფასდაკლებით.
Head and Shoulders-ი სისუფთავე, რომელსაც ინარჩუნებ ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად. შეინარჩუნე ჯანსაღი და ძლიერი თმა. სისუფთავე მთელი დღის მანძილზე. Head and Shoulders-ი 100%-ით ცოცხალი თმა. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი. ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. საღამოს გასართობი გადაცემების წარმდგენია მაგთიკომის საერთაშორისო ტარიფი ჩემი მსოფლიო. ეკონტაქტე მსოფლიოს 15 ქვეყანას წუთში 15 თეტრად. თქვენ უყურებთ დღის მთავარ გამოშვებას, დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2015 წლის ზაფხულს აჯამებს წლევანდელ სეზონზე საქართველოს 2,86,000 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წელთან შედარებით ტურიზმის 10%-იან ზრდას ნიშნავს. ქვეყნის პოპულარიზაციისთვის ტურიზმის სააგენტომ 8 მილიონი ლარი დახარჯა და საქართველოს რეკლამირებას ზამთრის სეზონისთვისაც გეგმავს. ჯამურად ზაფხულის სეზონზე ისრაელი აგვისტოში 10%-ით არის გაზრდილი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც საქართველოს ეწვიან წინა წლის აგვისტოსთან შედარებით. გაზრდილი ასევე 2%-ით იმ ტურისტების რაოდენობა, რომელიც 24 საათი და მეტი გაჩერდნენ საქართველოში. თუ შევაჯამებთ მთლიანად ზაფხულის სეზონს, წინა წლის ზაფხულთან შედარებით 10%-ით არის ასევე გაზრდილი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა და 2,4%-ით არის გაზრდილი იმ ტურისტების რაოდენობა, რომელიც 24 საათი და მეტი გაჩერდნენ საქართველოში. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე კოტეჯების, სახლების, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა იგეგმება. ეკო გრინ სიტის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკის ახალი მინისტრი და თბილისის მერი დაესწნენ. პროექტის ფარგლებში ადგილზე ელექტროენერგიის გამომუშავება, ქარის და ბიოგაზის საშუალებით მოხდება.